მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. პირად დიაგნოსტიკაზე იცით, რომ უნდა მომწევეთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე და როგორც ყოველთვის, თვის დასაწყისში ვაკეთებ ხოლმე აქციებს, არც ეს თვე იქნება გამონაკლისი, ანუ ივლისის თვე. და რა თქმა უნდა, ივლისის პირველიდან გექნებათ საშუალება იმისთვის, რომ დაგეგმოთ და გაერკვიოთ თქვენს ცხოვრებაში, ან უბრალოდ ასე ვთქვათ, თქვენი პირადი ურთიერთობების კუთხით გაერკვეთ რა არის, როგორ არის ხო, ან რა გიშლით ხელს, ან რა გჭირდებათ იმისთვის, რომ მიაქციოთ ყურადღება და უფრო მეტად დალაგებული იყოს ყველაფერი. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აქციები პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით, ანუ 5 დღით იქნება ეს აქცია და მიიღოთ თქვენთვის საჭირო კითხვებზე ინფორმაცია. რაც შეეხება ღირებულებას, მოკლედ გეტყვით, პირადი ურთიერთობების კუთხით, ღირებულება იქნება 50 ლარი, 70 ლარის ნაცვლად, ხოლო სრული დიაგნოსტიკაზე 100 ლარის ნაცვლად იქნება 70 ლარი ამ ეტაპზე. ისედაც აქცია იყო სრულ დიაგნოსტიკაზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დავაკვირდით, იმიტომ რომ არის ხოლმე, როდესაც ადამიანებს ძალიან სჭირდებათ ინფორმაციები, მაგრამ ვერ ახერხებენ ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ეს გაშლა იქნება ივლისისთვის ენერგიები და იქნება ორი ვარიანტი. ვფიქრობ, რომ ორი ვარიანტი იყოს და ამ ორი ვარიანტისთვის გამოვიყენოთ ესეთი, მოდით იყოს ერთი პირველი ვარიანტი ესეთი ფენიქსი და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი განსხვავებული ფერები რო იყოს. პირველი იქნება ფენიქსი, ხოლო მეორე ვარიანტი იქნება ესეთი სპილო. იმედია აირჩევთ, სხვადასხვა დასით ვნახავ პირად ცალკე და ფინანსებს ცალკე. იმედია აირჩიეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვინც აირჩია პირველი ვარიანტი ესეთი ფენიქსი. ნახოთ. მოდით ესე ვნახოთ მაინც, რომ უფრო კიდე თქვენზე არის თუ არა რეზონირებადი. პირადში ეხლა ამ ეტაპზე რა ენერგიებია და როგორ შეიძლება, ხო, რა იქნება ივლისის თვეში თქვენს პირადთან დაკავშირებით. და ასევე ნახოთ ფინანსური კუთხით. როგორია და როგორ შეიძლება ეს ყოველივე. დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ეხლა ამ ეტაპზე ხართ გაურკვევლობაში, ეხლა ამ ეტაპზე ხართ რაღაც პრობლემებთან მიმართებაში, ანუ ჩიხში ურთიერთობა, სადაც, შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რაღაცა გამოსავლის პოვნას, ხო, ადამიანი ფიქრობდეს რაღაცა სიტუაცია, რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ის მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თქვათ პაუზაზე გავიდა, ან წავიდა და ხართ მაგ გაურკვევლობაში რა იქნება საბოლოო ჯამში. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ურთიერთობა არ არის ესე დალაგებულ და დაწყნარებულ დავარცხნილ მდგომარეობაში, საკმაოდ ბევრი ესეთი მომენტები არის და ასევე შესაძლებელია იყოს რაღაც ესეთი დაფარული ინფორმაციები, რომელსაც თქვათ, ნახეთ, შეიძლება დაფარული არ არის, მაგრამ ადამიანი ფიქრობდეს იმას, რომ რაღაცა არის ისეთი, რაც არ იცის და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს მომენტი ხოლმე ადამიანებს, რომ რაღაცას ბოლომდე თუ ვერ გავეცით პასუხი, შესაბამისად გვაქვს ის მომენტი, რომ რაღაცა ესე იგი არის დამალული ჩვენგან. მოდით ნახოთ, როგორ განვითარდება ეს სიტუაციები.
აი აქ ივლისის თვე რო გითხრათ რომ ძალიან ისეთი საინტერესოდ განვითარდება მე ესე ვიტყოდი რომ შესაძლებელია აქ ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილება და წარსულში მოიტოვონ რაღაცნაირად ეს სიტუაციები ხო ანუ ნახეთ ურთიერთობა რომელიც თქვათ ახლა არის ესეთი სიტუაციაში რომ პაუზა დასასრულის მდგომარეობა ან უბრალოდ რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილება რომ დროებით მაინც თუ სულ არა საბოლოო ჯამში ხო ნუ აი გაჩერდეს ეს ურთიერთობა დასრულდეს ეს ურთიერთობა ნუ ვისთვის როგორ რეზონირდება ხო ახლა თუ ცოტა ესეთი მომენტი არის ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ დასრულდეს ხო რაღაცა მომენტში ვიღაცთვის შეიძლება ეს იყოს უბრალოდ პაუზის მომენტი მაგრამ ეს მდგომარეობა რაღაცა მომენტი აუცილებლად შეჩერდება აქ არ იქნება აქტიური ურთიერთობის მდგომარეობა ივლისის თვე ნუ ეს ივლისის თვე იქნება რაღაცა თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის შეიძლება უბრალოდ ნუ თუნდაც გაანალიზების პერიოდი ხო თუნდაც რაღაცა ცვლილებების პერიოდი ყოველ შემთხვევაში მე ესე უყურებ ამას და ნუ არ არის სასიამოვნო თუმცა ივლისის თვე იქნება რაღაცნაირად ნახეთ საბოლოო ჯამში მიხვალთ იქამდე რომ ადამიანთან ურთიერთობა როდესაც არ ვითარდება და არ მიდის წინ და არ ცდილობს ადამიანი რაღაცას შეცვლას მიიღოთ გადაწყვეტილება რომ მოდი მაშინ საერთოდ გავუშვა ხო მოდი საერთოდ დავასრულოთ იმიტომ რომ როდემდე შეიძლება იყოს ასეთი გაურკვეველი მომენტები რაღაცა თავგზა არეული სიტუაციები და როდემდე უნდა ვიყავ თქვა ტოქსიკურ სიტუაციაში ხო აი აქ ეს მომენტი უფრო არის აქ პირადის განვითარების მდგომარეობა სამწუხაროდ არ არის ცოტა ისეთი რთულად დასანახი მდგომარეობა თუ პარტნიორი არ გყავთ და თქვათ პირადში სადაც მაგაზე ნერვიულობთ რომ პარტნიორი არ არის ხო თქვენ ცხოვრებაში ნუ სამწუხაროდ ამ ეტაპზეც ჯერჯერობით არის ის მომენტი რომ უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ აქ გქონდეთ ძველი პროგრამები დასასრულებელი ხო არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში რომ ადამიანები არ ვივიწყებთ წარსულ ურთიერთობებს შეიძლება კომუნიკაციაც აღარ გქონდეს, თითქოს აღარ ვფიქრობთ ამ ადამიანზე, მაგრამ აი რაღაცა ვიტოვებთ მაინც საბოლოო მომენტით, ბოლომდე არ ვუშვებთ და შესაბამისად შეიძლება იყოს ეს მომენტი, რომ აი გავანთავისუფლო გზები, რომ იმისთვის რომ საბოლოო ჯამში მოვიდეს, ხო? ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს რაღაცა დაკეტილი კარებები, რომელმაც გადაწყვიტოს, რომ მოდი გავხსნით, თქვათ, გავაკეთებთ წმენდებს, რაღაცა რიტუალებს, ხო? ანუ ყველასთან სხვადასხვანაირი მდგომარეობა არის, ხო? ყველასთან ერთნაირი არ არის, თუმცა ურთიერთობებისთვის, პირველი ვარიანტისთვის ივლისის თვე არ არის. აი ესე რო ვთქვათ, ხო? ანუ უფრო მარტივად რომ მივიღოთ ინფორმაცია. ხა იმიტომ რომ ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია, ყველასთან ამდენ სიტუაციას უბრალოდ ფიზიკურად ვერ განვიხილავთ, მაგრამ პირველო ვარიანტო ივლისის თვე არ არის სასიყვარულო ურთიერთობების პერიოდი, რომელიც რაღაცა ისეც მოგიტანთ ხო, რაღაცა ემოციურ დატვირთვას მოიტანს თქვენში. ეს უბრალოდ შეიძლება რაღაცა გადაფასება, გადახარისხება, გადაანალიზება, ჩაფიქრება და რაღაცა სიტუაციების, ანუ პოვნა იმის, რომ რატო არ ლაგდება, პოვნა იმის, რომ რატო არ გამოდის, ხო, თქვათ, რა სჭირდება თქვენ ურთიერთობას თუნდაც და აი უფრო დაფიქრების პერიოდი არის პირადი ურთიერთობებისთვის ივლისი, ვიდრე რაიმე კონკრეტული ქმედებების მდგომარეობა. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, დღესდღეობით არის ძალიან ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ხო? ცოტა არ იყოს და შეიძლება ბევრს ფიქრობთ. ნუ აქ ხარჯების მომენტი შეიძლება იყოს რაღაცა გაურკვევლობების მომენტი, ხო? ზედმეტად ნახეთ ზედმეტი ვალდებულებები, ზედმეტი ხარჯები, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდია და შესაბამისად დასვენების მდგომარეობა იქ ვიღაცას შვილების წაყვანა უნდა, ვიღაცას რაღაცა სხვა უნდა, მაგრამ ნუ ცოტა ესეთი სიტუაცია, ხო? ეხლა ამ ეტაპზე ვიწახი ამ ყველაფერს. სირთულეებთან არის, ხო, რაღაცა შევედით ლაბირინთში და ამ ლაბირინთის გამოხსნა უნდა დავიწყოთ, ხო, რაღაცნაირად უნდა გადავალაგოთ ყველაფერი, ხო? რაღაცა აი ამ მომენტის მდგომარეობა არის ეხლა ამ ეტაპზე. ნახოთ როგორ განვითარდება ივლისის თვე.
ნახეთ, ივლისის თვე თქვენთვის იქნება არჩევანის გაკეთების მდგომარეობა. პირველ რიგში, ანუ თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი. შესაძლებელია აქ იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანს უწევს რაღაცას, თქვათ, იყიდოს თუ არა კონკრეტული ნივთი, მოდით ესე რომ ვთქვათ, ხო, მარტივად, აი რაღაცა მოგვინდა, ორი ვარიანტი გვაქვს, თქვათ, გვინდა მუსიკალური ცენტრი და ტელევიზორი, პირობითად რომ ვთქვათ, და უნდა მივიღო გადაწყვეტილება, ან ტელევიზორი, ან მუსიკალური ცენტრი, ან ორივეს ერთად ვერ გავაკეთებ. რაღაცა არჩევანის წინაშე უნდა ვიდგეთ, ხო, ფინანსური კუთხით. აქ არის ის მომენტი, როდესაც როდესაც მოგვიწევს აი ესე ჩამოწერა ჩვენი შემოსავლის, ჩვენი გასავლის, ხო, ანუ როგორ აი რაღაცნაირი დაზოგვის პერიოდია, მე ესე ვიტყოდი. აქ რაც ნაკლებს გასცემთ და გაასესხოთ, მით უკეთესია თქვენთვის, რაც არასწორად აი უბრალოდ ემოციების მიხედვით იმოქმედეთ და უცებ რაღაცას იყიდით, აი ესეც ძალიან კარგი იქნება თუ იმ ერთ დღეს მოიცდით და ნახავთ რამდენად გჭირდება და თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა შეიძინოთ, მაგრამ არის მომენტი, რომ უცებ მოგვინდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ტყუილად გადავიხადეთ ამაში ფული, იმიტომ რომ ვთქვათ, ვერ გამოვიყენებ, ან უბრალოდ ამ ეტაპზე არც ისე ძალიან არ მჭირდებოდა. აი აქ რაღაცა ეს მომენტი გექნება. თქვენ აქ მოგიწევთ ისწავლოთ ახალი ფინანსური რაღაცა სქემის შედგენა, ხო? აქ სიტუაციებიც გაიხსნება, რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ იპოვოთ ის კვანძი, რატომ ვერ ლაგდება თქვენი ფინანსური რესურსები, ხო? რატომ ვერ ახერხებთ, რომ მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრს შრომობთ, მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრს ვაკეთებთ, ხომ, რაღაცა მომენტში რატო არ გამოდის, ხო, რატო ვერ დავაყენეთ საშველი, რომ რაღაცნაირად დასტაბილურებული გქონდეს, ხო, თუნდაც ხელფასიდან ხელფასამდე აღარ მოგვიწევს სესხება, ხო, რაღაცა მსგავსი მომენტები. აი აქ ამ ამოცანას და პირველი ვარიანტისთვის უფრო ესეთი პერიოდი გაქვთ ივლისი, როგორც ჩანს, უფრო გადავხედეთ და რაღაცა განახლებას ვიწყოთ. მე ესე ვიტყოდი, რომ ზაფხული ყოველთვის არის ხოლმე ის პერიოდი, როდესაც უკვე ვიცით, რომ შემოდგომიდან და თქვათ სექტემბრიდან და 1 სექტემბერი ხო ყოველთვის ყველაფრის საწყისია. გადავხარშოთ, დავამუშაოთ და საბოლოო ჯამში უკვე განახლებული ენერგიებით დავიწყოთ. ხო, აი აქ ეს მომენტი უფრო მოდის, რომ აქაც ფინანსური კუთხითაც მოგიწევთ რაღაცების გადალაგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის არ გაიხსნება რაღაცა კარები, ხო? პირიქით, ეს იქნება ის მომენტი, როდესაც თქვენთვის შეიძლება გაიხსნას ისეთი ინფორმაცია, ისეთი კარები. ნახეთ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, დაინახოთ თქვენი რესურსები კიდე სად შეგიძლიათ რომ მომართოთ, რომ გარდა იმ ერთი კონკრეტულისა კიდევ დამატებითი სამუშაოს მდგომარეობა გქონდეთ. ვისაც არ აქვს სამსახური და მსგავს სიტუაციაშია, იმათთვის არის ეს მომენტი, რომ ნახეთ, მიხვდებით, რომ იქ არ ეძებთ სამსახურს, სადაც უნდა ეძებოთ. ან უბრალოდ მიხვდებით, რომ ისეთ სამსახურს არ ეძებთ, რომელიც თქვენთვის საჭიროა, ხო? ანუ მოგიწევთ გადახედვა იმის, რომ რა შეიძლება გავაკეთოს სხვა. ხანდახან არის, რომ სამსახურს ვერ ვშოულობთ და მერე ადამიანი იტყვის, რომ მოდი, კაი, ვერაფერი ვერ ვიშოვე და რაღაცა მოდი ჩემსაც დავიწყებ და აი მანდ უკვე მერე ყველაფერი ლაგდება, ხო? თითქოს სამყარო გვაძლევს იმის მინიშნებას და ხურავს რაღაცნაირად კარებებს იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მოძიება, ჩვენ დავიწყოთ ჩვენს თავში ჩახედვა და თვით განვითარების მდგომარეობა დავიწყოთ, ხო? ანუ ვიპოვოთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩვენი რესურსების, ხო? აი მეტი რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? რა პროფესია არის, რა საქმე არის, თუნდაც საკუთარი ჰობი, ბევრმა შეიძლება აი ჰობიც კი გადააქციოს ფინანსურ შემოსავლად, ასე რომ აი აქ უფრო ეს მომენტი იქნება. ვერ ვიტყვი, რომ აქ ხა რაღაცა მატერიალური თვე გექნებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლებურ სიტუაციებს მაინც შეხედავთ და დაიწყებთ, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის. მე რა თქმა უნდა გისურვებთ, რომ ყველაფერი გქონდეთ კარგად და დალაგებულად და იყოთ ბედნიერები. გადავდგავ პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ვინც ერჩია სპილო.
თქვენ საყვარელი ესეთ ავყენოთ, რომ თქვენსკენ გამოიხედოს. ის თეთრი სპილო ვინც აირჩია, ნახოთ. რა ხდება, როგორ იქნება ივლისის თვე თქვენთვის. რა თქმა უნდა, პირადი ეხლა ამ ეტაპზე რა ხდება და როგორ განვითარდება ეს ყოველივე, ანუ თქვენი პირადი ურთიერთობა. და ნახოთ ფინანსური კუთხით, რაღაცა ფინანსური კუთხით მეორე ვარიანტთან აშკარად მოიჩქარის განახლება, მზის არკანი გადმოხდა, რაღაცა წარმატება, რაღაც ცნობადობა, მშვენიერი. მაგრამ ნახოთ აბა. მეორე ვარიანტს ფინანსური საკითხები უფრო მეტად ეჩქარდა. რა ხდება ახლა ამ ეტაპზე და როგორ იქნება ეს სიტუაცია? პირადი, რა ხდება ახლა? შეიძლება ითქვას, რომ ახლა ვიღაცისთვის არის პირდაპირ ადამიანი ამოდის თქვენს სიტუაციაში, ახლა ესე რა ვთქვათ, კონკრეტული ხმლების მეფე. შესაძლებელია ეს ადამიანის სიგნიფიკაცია იყოს. მე ესე ვიტყოდი, რომ რა ხდება თქვენთან, როგორც ჩანს, თქვენთან წარსული პარტნიორი დაბრუნდა, ან ბრუნდება, ან რაღაცა კონტაქტზე გამოვიდა, თითქოს ესე ვთქვათ, აქ ურთიერთობის რაღაცა სიტუაცია. თუმცა შესაძლებელია ესე ვთქვათ, ეს ახალ ურთიერთობაზე აქ საუბარი, ეს არ არის რაღაც ესეთი განახლებაზეა ურთიერთობის ხდებით, შეიძლება წარსული პარტნიორიც იყოს, შეიძლება ახალი ადამიანიც იყოს, მაგრამ ეს არის არსებული აქტიური ურთიერთობის მდგომარეობა, რო არის ხო, რაღაცა ვიწყებთ ახლა, რაღაცა სხვანაირად უნდა გადავალაგოთ, შეიძლება თუ წარსული ადამიანია ხო, რაღაცა უნდა გადავალაგოთ სიტუაციურად და სხვანაირად დავიწყოთ ყველაფერი. თუ ახალი ადამიანია ხო, რა თქმა უნდა, რამდენად პერსპექტივა გვაქვს ხო, რაღაცა ეს მომენტი მოდის აქ ახლა ამ ეტაპზე სიტუაციურად. როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში პროაქტიურ სიტუაციაზე გვაქვს. როგორ განვითარდება აქ განვითარების მომენტი, რა გითხრათ, განვითარება საკმაოდ კარგად შეიძლება განვითარდეს ყოველივე. აქ უბრალოდ რა არის, იცით, რომ თუ კი იგივე პროგრამებით არ გააგზავნოთ, ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ახალი ადამიანი იქნება თუ ძველი ადამიანი. კარგად ჩაიხედეთ, თქვენ ერთი და იგივე პროგრამით, ერთი და იგივე სქემით ხომ არ გაქვთ ურთიერთობები ადამიანებთან ხვდებით? ნახეთ, არის როდესაც რაღაცა ერთი და იგივე სიტუაციას ვაკეთებთ, ხო? გვინდა არ გვინდა, რაღაცა ესე ჩაიბეჭდა ჩვენმა ქვეცნობიერმა, რომ თქვათ, მე ურთიერთობაში უნდა დავთმო ყველაფერი, ან მე ურთიერთობაში პირიქით უნდა ვიყო ძალიან მომთხოვნი. არის ეს მომენტები. აქ რაღაც მაგას გადახედეთ, იმიტომ აქ შესაძლებელია ეს მომენტი იყოს თქვენთვის პრობლემა მე სხვათა შორის და აქედან გამომდინარე გეტყოდით იმას, რომ საკმაოდ კარმული ადამიანი არის ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს თქვენთვის, შეიძლება ითქვას და არ გააგრძელოთ ძველი პროგრამებით ურთიერთობები, ესე რა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არ იქნება თქვენთვის თითქოს ესეთ როგორი მომენტი, გამოცდის მდგომარეობა რო არის, რომ მე დავაბრუნებ თქვათ თუნდაც ამ წასულ პარტნიორს და შენ როგორ მოიქცევი, ხო, რაღაცა ეს მომენტი. აქ მე აშკარად განახლებას ხედავ ურთიერთობების სამართლიან მდგომარეობასაც ხედავ, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ურთიერთობის დალაგება, ხო? ანუ ერთმანეთის მოსმენა თუნდაც. საკმაოდ ისეთი ურთიერთობა გაგრძელდება, ვინც არ უნდა იყოს, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ ისეთი შეიძლება ოჯახითაც კი დასრულდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისწავლოთ ხო, ანუ ის გაკვეთილები, რომელიც გქონდათ, გაიარეთ, გადალახეთ და ყველაფერი დალაგებადი იყოს, ხო, ყველაფერი გამოვიდეს მერე, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. აქ ურთიერთობაში ვინც არ ახართ, გეტყვით, რომ შემოვა კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პარტნიორი, თქვათ, შეიძლება ითქვას, რომელიც მოგიტანთ რაღაცა
დადებით ემოციას, რომელიც მოგიტანთ რაღაცა სურვილს, იმის რომ ყველაფერი მოატრიალოთ, ყველაფერს მისცეთ ახლიდან საშუალება წინსვლის, ანუ განახლება მისცეთ თქვენს თავს ურთიერთობებთან მიმართებაში, ესე ვიტყოდი. ყოველ შემთხვევაში ცუდი ნამდვილად არ არის. მეორე ვარიანტისთვის, პირველისგან განსხვავებით, უფრო აქტიური პირადი ცხოვრების პერიოდი გიდგებათ, ესე რომ ვთქვათ, უფრო შეიძლება ითქვას რაღაცა ემოციურად საკმაოდ სასიამოვნოდ ქაოტური პერიოდიც კი დგებოდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის რაღაცა ყველასთვის ერთნაირად ვერ იქნება, მაგრამ კონკრეტულად ადამიანებისთვის შეიძლება ეს იყოს და დააკვირდით, როგორ დაიწყება განვითარება ამ ყველაფრის, არ აღმოჩნდეს ის მომენტი, რომ წარსული სცენარით ვიმოქმედოთ და საბოლოო ჯამში ისევ მივიდეთ იმ დასასრულამდე, რა დასასრულიც შეიძლება გქონდათ მანამდე გამოცდილებაში. ხო, აი აქ ეს უფრო მაქსიმალურად სამართლიანი იყავით საკუთარ თავთან. მაქსიმალურად სამართლიანად მოეპყარეთ თქვენს პარტნიორსაც, ხო? ნურავის ნუ მისცემთ მანიპულატორობის უფლებას და ნურს თქვენ ნურავის ემანიპულატორებით, იმიტომ რომ ეს კარგად არ სრულდება საბოლოო ჯამში, თამით უმეტეს, როდესაც კარმულია ურთიერთობა, ხო? როდესაც კარმულია ურთიერთობა, გვინდა არ გვინდა, ბევრი გაკვეთილის მდგომარეობაც გვიდგება, ხო? ბევრი ისეთი გამოცდები გვაქვს ჩასაბარებელი, რომელსაც თქვათ ცხოვრებისეული, რომელსაც თქვათ უბრალოდ ესე არ ვაქცევთ ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო პერიოდი გეძლოდებათ ივლისის თვე მეორე ვარიანტს პირად ურთიერთობაში. ახალი ურთიერთობის შემოსვლა შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის წარსულის დაბრუნება შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის არსებული ურთიერთობის სხვა მდგომარეობით დალაგება იყოს, ვიღაცებისთვის აქ ქორწინებაც არის, აი ეს არ იქნება ყველასთვის, მაგრამ ვიტყოდი რომ აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანები მიხვდნენ, რომ მათ უნდა შექმნან ოჯახი და მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც ესეთი მყარი ურთიერთობა. ისე რომ გილოცავთ, ვინც დაოჯახებას აპირებთ. რაც შეეხება დღესდღეობით რა არჩევანის წინაშე გახართ. ფინანსური კუთხით, რაც შეეხება მეორე ვარიანტს იცით რა არის, აქ მეორე ვარიანტს ამ ეტაპზე ფინანსური კუთხით მე ესე ვიტყოდი, რომ ხელი შემშლელი ფაქტორები გარედან უფრო აქვს, ვიდრე შინაგანად. კარგად დაუფიქრდით იმას, რომ თითქოს როგორი რაღაცა არის, იცით, თქვენთან ფინანსები მოდის მიდის, ანუ არ ჩერდება საერთოდ, არ იკავებს საერთოდ ეხლა ამ ეტაპზე. ვიღაცაც შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაცა ხელოვნურად გაჩერებული სიტუაციაც არის, მოდით ესე ვიტყოდი. ნახეთ როგორი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა ჩარევები ხდება, ხო, თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ვიღაცა ხელოვნურად აჩერებს ამ ყველაფერს თავისი ქმედებით. ამიტომ ცოტა ისეთი გაყინული პერიოდი არის ფინანსურად, რაღაცა ვერ ვხედავთ ჩვენს გარშემო ვერანაირ საშუალებას, თითქოს რაღაცა გვეზარება, თან გვინდა, თან არ გვინდა, რაღაცა ცოტა ისეთი პერიოდი გაქვთ. ნახოთ აბა როგორ განვითარდება ფინანსურად. მოგიწევთ რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღება, მოგიწევთ მუშაობა, მოგიწევთ მე ესე ვიტყოდი, რომ როგორ იქნება ფინანსური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ აქ გაიზრდებით და თან კარგად გაიზრდებით, ესე ვიტყოდი. აქ გამოჩნდება ახალი შანსები, ახალი სიტუაციები, ესე ვთქვათ, მოგიწევთ რაღაცა მუშაობა, მაგრამ ეს მუშაობის მდგომარეობა თქვენთვის ცოტა შეიძლება სიმძიმის მომენტიც იყოს, იმიტომ რომ აი ნახეთ როგორი სიტუაცია არის, როდესაც ბევრი ვალდებულებები გვაქვს აღებული და მე რაღაცა გვიწევს ამ ყველაფრის ერთიანად რაღაცა რომ გამოჩნდება, გვინდა ერთიანად დავასრულოთ, ხო, ამ ვალდებულებით. მე ვერ გეტყვით, რომ ფინანსურად იქნება სასწაული პერიოდი, მაგრამ ეს იქნება რაღაცა ისეთი პერიოდი, როდესაც, კმაყოფილი ყოველ შემთხვევაში დარჩებით. იმ მხრივ, რომ თქვენ უკვე მიხვდებით, საიდან უნდა დაიწყოთ თითოეული ნაბიჯის გაკეთება.
ნახეთ, აქ არის ის მომენტი, როდესაც ვიღაცაც შეიძლება დაგეხმაროთ აი ამ პასუხისმგებლობის ესე ვთქვათ, გადანაწილებაში, ხო? ანუ მატერიალური დახმარება გაგიწიოთ, რაღაცა სხვა დამატებითი შემოსავალით შემოვიდეს, ვიღაცამ უბრალოდ გაჩუქოთ, საჩუქრად, ხო, მატერიალად რაღაცა ისეთი მომენტები გამოჩნდება, რაც თქვენთვის იქნება ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო, ხო? ნუ ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ ვიცი, მოგკიდოთ ხელი და თქვათ, რომ გინდათ დასასვენებლად წასვლა, უბრალოდ დაგპატიჟოთ და წაგიყვანოთ და იქ თქვათ, გაიხსნას თქვენთვის რაღაცა ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი წამოწყებები, ხო, ვიღაცამ შემოგთავაზოთ დახმარება, მაგრამ ეს დახმარება არ იყოს უბრალოდ ის, რომ აი თქვათ, დამეხმარე, არა, ეს იქნება თქვათ, ანაზღაურების ფასად, ხო, რაღაც. ესე ვიტყოდი, რომ აი ნახეთ მეორე ვარიანტში აქაც არ არის ესეთი ძალიან ფინანსური აქტიური, თუმცა მაინც არის მდგომარეობა, როდესაც გაიხსნება სიტუაცია, რაღაცა მდგომარეობიდან გავალთ და საბოლოო ჯამში ჩვენთვის მატერიალურ, ესე ვთქვათ, შედეგამდე მივალთ. აქ ხო განვით არის ის მომენტი, რომ ვიღაცამ შეიძლება, არ ვიცი, რა საჩუქარი შეიძლება მიიღოთ ისეთი მატერიალი. ვიღაცამ შეიძლება ნახეთ როგორი მომენტი იყოს, რომ თქვათ, სჭირდებოდა კონკრეტული თანხა, ბანკთან ჰქონდა ურთიერთობა, ბანკმა თქვათ, პირობითად უთხრა ამ ეტაპზე, თქვათ, წინა ეტაპზე უარი, მაგრამ შემდეგში მან ის თანხაც მისცა და იმაზე მეტიც შეიძლება და ეს იყოს მისისთვის რაღაცნაირად მოგვარების მდგომარეობა, ხო? აი აქ ეს მომენტები არის, ვწდებით, ანუ გვარდება და ლაგდება თქვენი ფინანსური საკითხები. სხვების დახმარებით შეიძლება ოჯახის წევრებმა ვიღაცამ დაიწყოს მუშაობა, თქვათ ოჯახის წევრმა, რომელსაც იმაზე მეტი შემოსავალი ექნება, თქვათ, ვიდრე მანამდე ქონდა და აი მეტი შემოსავლით დაგეხმაროთ რაღაცა ვალდებულებების დახურვაში და გაკეთებაში, ხო? უბრალოდ მეგობარს ქონდეს რაღაცა ესეთი მომენტი. აი აქ არის მაინც მოძრაობა შედარებით ფინანსური კუთხით და რაც მთავარია თქვენ იპოვით იმ გასაღებს, სად არის ეს გასაღები, რომელიც არ გაძლევთ ფინანსური რესურსის სწორად მართვას, ხო, სწორად წაღებას და სად არის ის კვანძი, რომელიც ფლანგავს აქ სიტუაციას. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცა მომენტში იყოს ის მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი თქვა თავის ახერხებს იმას, რომ გააკეთოს თავისი ზოგს თავში ჩახედვის მომენტი, ზოგი უბრალოდ თუნდაც ტაროლოგიურ საკითხებს უსმეს, თქვათ, YouTube-ზე და რაღაცნაირად იპოვის იმ საკვანძო სიტყვას და მდგომარეობას, თურმე რაღაცა რატო შეიძლებოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ტაროც არის უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც მე უნდა დაამუშაო საკუთარ თავში და გადახედო, როდის რა როგორ რანაირად იყო და მე მიყვები ამ ყველაფერს, ხო, რეალურად ხო მაინც ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს ინფორმაციას და გაძლევს იმის საშუალებას, რომ მიძინებული საკითხები, რომელიცაც შეიძლება ბევრჯერ აერიდე და უნდა დაფიქრებულიყავი, ეხლა დაგაფიქროს. აი ეს მომენტია. თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ მეორე ვარიანტს ნამდვილად არ ექნება ძალიან ისეთი კრიზისული სიტუაცია, პირიქით, აქ უფრო გამონთავისუფლებაზე და უფრო რაღაცა დაალაგების პერიოდზე მივდივართ. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ორი ვარიანტი, პირადი და ფინანსური მდგომარეობა ივლისისთვის. მე რა თქმა უნდა თითოეულ თქვენთაგანს გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, სიუხვეს და ყოველივე საუკეთესოს. დროებით გემშვიდობებით.